სოფელ გოხნარში მისვლისას ეკლესიის წინ გავჩერდით. მართალია ეკლესიით მაშინვე დავინტერესდით, მაგრამ როგორც წინა ფილმში მოგახსენეთ, ჯერ ლოდოვანი სანახავად გავემართეთ. ლოდოვანიდან საკმაო შთაბეჭდილებებით დაბრუნებულებს უკვე აღარ ჰქონდა იმედი რაიმე უფრო მეტად საინტერესოს ნახვისა, თუმცა წინ სასიამოვნო სიურპრიზი გველოდა. ჯერ სოფლის შესასვლელში მდინარე ბძისყლის მიდამოებში შევნიშნეთ უძველესი ნასახლარები. მიუხედავად აღრილობისა, ერთ-ერთი მათგანი მაინც მოვინახულეთ. ეს ნაგებობა საინტერესოდ იყო აგებული. კედლები აშენებული იყო ერთი მეორესთან უდუღაბოდ დაკავშირებული დიდი წონის ლოდებით. თუმცა საშენ მასალას ეტყობოდა, რომ იგი მეორადად იყო გამოყენებული. ამაზე მეტყველებდა თუნდაც ოთახის დასავლეთ კედელი, სადაც მხოლოდ ერთი ლოდი იყო ნაწილობრივ კიდეზე გამჭვირტლული, ხოლო მისი მოპასუხე ქვები მით უმეტეს მიზემოთ განლაგებული კი არა. ქვები კედლის წყობაში ერთი მეორესთან უსწორმასწორად იყო მორგებული. ოთახის შესასვლელი თაღის გადახურვად შემორჩენილი იყო აგრეთვე უსწორმასწორო წყობით. როგორც მივხვდით, ეს ნანგრევები არასოდეს გამოუკლებიათ არქეოლოგებს. ანალოგიური ნანგრევები მდინარის ორივე ნაპირზე მოჩანდა. საინტერესოა, საიდან მოიპოვეს ეს მასალა და როდის. ან ამ ნაგებობამდე სხვა რომელი შენობის კედელს ამაგრებდნენ ეს ქვები. სამწუხაროდ ალბათ ამ შეკითხვაზე პასუხი არასოდეს გაიცემა. ამ ადგილის ისტორია დაზუსტებით არც ადგილობრივებმა იცოდნენ. თუმცა ეს გასაგებიცაა. ბოლო-ბოლო მე-20 საუკუნეში ჩამოსახლებული ხევსურები არიან, რომლებიც პრაქტიკულად უკაცრიელ ადგილზე დასახლდნენ. ამის შემდეგ მივადექით ეკლესიას. კერძოდ სოფელ გოხნარში 3 უძველესი ეკლესიაა, თუმცა ჩვენ მხოლოდ სოფლის ცენტრში არსებული მოვინახულეთ, რომელიც ოფიციალური გადმოცემებით მე-11 საუკუნისაა. ეკლესია ერთნავიანია. მას ჩრდილოეთის კართან სვეტზე ამოკვეთილი აქვს ასოთავრულით შესრულებული წარწერა, სადაც მითითებულია პიროვნება, რომელმაც ეკლესია შესწირა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და სავარაუდოდ უკვე მასზე არსებული ეს ნაგებობაც. თუმცა სვეტსაც ეტყობა, რომ ეკლესიის შიდა ძველ კონსტრუქციაში მოგვიანებით იქნა ჩამატებული. იგი სრულიად განსხვავდება ირგვლივ არსებული მასალისგან. ეკლესიის ეზო შემოფარგლულია დიდი წონის ლოდებით, რომლის შემადგენელ ზოგიერთ ბლოკს კარგად დამუშავებული გლუვი ზედაპირები აქვთ. ეზოს ერთი მხარე მდინარეს გადაჰყურებს. თავად ეზოში უამრავი საფლავის ქვა შეინიშნება უცნაური ბარელიეფებით. ამ საფლავებს მოგვიანებით კიდევ მიუბრუნდებით. ერთი შეხედვით ეკლესია ჩვეულებრივი, ერთნავიანი ნაგებობაა. ანალოგიური სახის საყდრები უამრავი გვხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მცირე დაკვირვების შედეგადაც კი აღმოაჩენთ, რომ შენობის კონსტრუქცია სხვადასხვა ეპოქის სამშენებლო ტექნოლოგიებს შეიცავს. კედლების ქვედა წყობაში გამოყენებულია მრავალტონიანი, კარგად დამუშავებული ქვები, რომლებიც ერთი მეორესთან უდუღაბოდ არის მორგებული. შუა წყობაში ცუდად დამუშავებული მოტეხილი ქვებია, რომლებიც დუღაბით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ხოლო ზედა წყობაში პატარა ზომის შედარებით კარგად გამოთლილი ქვებია, რომელიც წარმოადგენს ძირითადი კედლის შიდა და გარე შემონაკერს. ამ ნაგებობაში გამოყენებული ქვები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება ფერით და დამუშავების ხარისხით, რაც მათ ასაკის სხვაობაზე მიუთითებს. განსხვავებულია აგრეთვე კედლის კონსტრუქციები ზემოთ აღნიშნულ სამივე წყობაში. მაგალითად, ქვედა წყობაში კედლის გარე შემონაკერს ერთბაშად მზიდი ფუნქციაც აქვს დაკისრებული. შიდა მხარეს იატაკის დონეზე გარეთა ქვების მსგავსი წყობაა, რასაც ზემოდან უფორმო ქვებით და დუღაბით ამოყვანილი კედელი აგრძელებს. სავარაუდოდ კედლის შიგნითა მხარე დანგრეული იყო და ძველმა რესტავრატორებმა მათთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგია გამოიყენეს მის აღსადგენად. კედლის გარე ნაწილში გამოყენებული შემონაკერის სხვადასხვა ზომის ელემენტები ერთმანეთთან კარგად არიან მორგებული დუღაბის გარეშე და ამასთან სეისმიკის გათვალისწინებით. აშკარად თვალშისაცემია ქვების შეპირაპირების სპეციფიკა, რომლის ანალოგიაც გვხვდება სამხრეთ ამერიკის უძველეს ნაგებობებში, რაც გვაძლევს შემდეგი დასკვნის გამოტანის საფუძველს. თუკი ჩვენს წინ არის პირველადი კედლის წყობა, მაშინ ჩვენ ხედავთ მისი არქიტექტორის განსწავლულობას ერთბაშად სეისმიკასა და მასალების ხარჯის ოპტიმიზაციაში. როგორც მოგეხსენებათ, უდუღაბო კედელი მით უფრო სეისმურად მდგრადი გამოვა, თუ ბლოკების შეპირაპირების წიბოები არ იქნება მხოლოდ სწორხაზობრივი. ასეთ დროს სეისმური დატვირთვა ბლოკიდან ბლოკს არ გადაეცემა მხოლოდ ერთი მიმართულებით. მსგავს შემთხვევაში დატვირთვა გადადის 2 ან მეტი მიმართულებით, რაც კედლის მდგრადობას ზრდის. ხოლო თუ მეორადად არის გამოყენებული ეს ბლოკები, მაშინ ჩვენ ხედავთ რესტავრატორების მცდელობას, რომ უკვე არსებული არასწორი ფორმის მასალა ერთმანეთზე მაქსიმალურად ნაკლები ღრეჩოთი მოერგოთ. ასეთ მაგალითს მოგვიანებით კიდევ შევეხებით. კედლის გარე შემონაკერის ერთ-ერთი ბლოკი გავზომეთ, მისი გაბარიტების და წონის დადგენის მიზნით. მაგალითად, სამხრეთის შესასვლელი კარების თავზე დადებული თაღის ზომები იყო სიგრძით
312 სანტიმეტრი, სიგანე 130 სანტიმეტრი, სისქე 55 სანტიმეტრი. ბაზალტის შემთხვევაში მისი წონა 6 ტონაზე მეტია. ანალოგიური გაბარიტების ბლოკები კედლის ქვედა წყობაში უამრავია. ყოველი მათგანი საკმაოდ სუფთად არის დამუშავებული, სწორად გამოჭრილი და კარგად მორგებული მოპასუხე ბლოკებზე. თუმცა საერთოდ განსხვავებულია ზემოთა. აშკარად მოგვიანებით აგებული წყობა. ეს წყობა მართლაც შეესაბამება მე-11 საუკუნის ტექნოლოგიებს. ეს არის ტრადიციული ქვიტკირის დუღაბის კედელი, რომელსაც გარედან და შიგნიდან შემონაკერის სახით მცირე ზომის, მაგრამ კარგად დამუშავებული ბლოკები ჰქონია ერთ დროს. თუმცა მშენებლობის ხარისხზე თავად ნაგებობის მდგომარეობაც მეტყველებს. თაღი ჩამოწოლილია, ხოლო შემონაკერი გარედან დიდ ნაწილზე ჩამონგრეულია. აქა-იქ შემორჩენილია ჩუქურთმების და ორნამენტების კვალიც. აგრეთვე აღსანიშნავია სამხრეთ ნაწილში არსებული მიშენება. ადგილობრივების თქმით, ეს თავის დროზე მოძღვრების კელია ყოფილა. როგორც სურათებზე ვხედავთ, უკვე არსებულ კედელზე აშკარად მოგვიანებით მიაშენეს ეს ნაწილი. დღემდეა შემორჩენილი მიშენებული კელიის თაღების დუღაბის კვალი. ინტერიერის დათვალიერებისას აღმოვაჩინეთ, რომ კედელში უსისტემოდ იყო ჩაყოლებული ორნამენტების ფრაგმენტები, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ადგილზე არსებული მასალები გამოიყენეს ამ ნაწილის ასაგებად და სადაც რა მოხდა, იქ ჩადგეს. ეზოში დღესაც ყრია ამ ორნამენტების გაგრძელების მქონე ქვები. თავად სამხრეთ კედელიც საინტერესო წყობით გამოირჩევა. აქაც შთაბეჭდილება რჩება, რომ იგი ძველ დროს ერთ-ერთი რესტავრაციისას ირგვლივ მიმობნეული ბლოკებისგან იქნა ამოყვანილი. ამაზე მიუთითებს თუნდაც ჯვრის ბარელიეფიანი ბლოკიც, რომელსაც დაბლა აშკარად კარების თაღის ჭრილი აქვს. ის თითქმის იგივე ზომის არის, რაც მასთან ახლოს მყოფ კარის თაღზე გამოყენებულ ბლოკზეა. ეზღიობი კი პატარა ქვის თხელი ფილით არის ამოვსებული. საინტერესოა ამავე ბლოკზე ამოტვიფრული უცნაური სიმბოლოც, რომელიც მოთავსებულია წრეში ჩახაზული ჯვარის ქვემოთ. გარეგნულად წააგავს ოლიმპიოდის სიმბოლოს, თუმცა ცოტათი დახრილია. თუ მას დავაკვირდებით, იგი მოგვიანებით ამოტვიფრულს არ ჰგავს. ქრისტიანულ სიმბოლიკაში მსგავსი რამ არსად შეინიშნება. არის ვარიანტი, რომ ყურძნის დაუსრულებელი ნახატია, მაგრამ თუ კი ეს ყურძნის ორნამენტია, მაშინ გარდა მარცვლებისა მას უნდა ჰქონდეს დამატებით კიდევ ყლორტების და ფოთლების გამოსახულებაც, როგორც ძირითადში ტვიფრავდნენ კიდეც უხვად ეკლესიის კედლებზე ბარელიეფებად ჩვენი წინაპრები. ამ კედელზე კი, როგორც ხედავთ, არაფერი მსგავსი არაა. სხვა ვერსიით შესაძლოა იყოს რაიმე ასტრონომიული სიმბოლიკაც. მაგალითად, მზის სისტემაში არსებული 5 პლანეტა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს ცაზე, ან პლიადებში არსებული 5 კაშკაშავარსკვლავის გამოსახულება, რომელიც ასევე შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს. ეს კი შეიძლება იმით აიხსნას, რომ ქრისტიანობამდე იყო მნათობდა თაყვანისცემის კულტი, ხოლო გაქრისტიანების შემდეგ სალოცავის კურთხევისას მნათობდა სიმბოლოს დაემატა წრეში ჩახატული ჯვარი. თავად ჯვარიც უცნაური ფორმისაა, თითქოს მოგვიანებით შესწორებულიაო, ასიმეტრიულ და უფორმო წრეშია ამოტვიფრული. შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ არაპროფესიონალის გაკეთებულია. თანაც სავარაუდოდ მოგვიანებით უნდა იყოს ამოჭრილი, რადგან ამ წრის შიგნით მცირედ, მაგრამ მაინც შეიმჩნევა სატეხების კვალი, რომელიც ძველი წყობის თითქმის არც ერთ ქვაში არ შეინიშნება, მათ შორის არც სამხუთ რგოლში. საინტერესოა, რისი სიმბოლო შეიძლება იყოს ეს რგოლები, რომლებიც საკმაოდ სწორი ფორმის წრეებია და თითქმის იდეალურად ერთნაირი სიღრმეც აქვთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სიმბოლო შემთხვევით არ არის დატანილი ქვაზე. საინტერესო და აღსანიშნავი სიმბოლიკით გამოირჩევიან აგრეთვე ეკლესიის ეზოში გაბნეული საფლავის ქვები, სადაც განსხვავებით ქრისტიანული წესისა, საფლავის ქვის ბარელიეფები სხვადასხვა სიმბოლიკით არის შემკული. ზოგი ქვის სურათით მარტივად მიხვდებით, ვინ არის დამარხული ამ ქვის ქვეშ. მაგალითად, რამდენიმე ქვაზე ამოტვიფრულია მშვილდიანი ხელი, ან მშვილდი და ისარი, რაც შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ მის ქვეშ მშვილდოსანი მეომარი განისვენებს. ასევე ამოტვიფრული ხმალიც, რაც ფეხოსან მეომარს გულისხმობს. იქვეა მეცხვარი საფლავიც ქვაზე მეცხვარეებისთვის დამახასიათებელი კავის ბარელიეფით. თუმცა ზოგ ქვებზე ამოტვიფრული სიმბოლიკით ცოტათი დავიბენით, რადგანაც ვერ ამოვიკითხეთ ამ გამოსახულების აზრი. ანალოგიური საფლავის ქვები ვნახეთ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც სამწუხაროდ არ იყო აღნიშნული მათი წარმომავლობა. ასევე აღსანიშნავია ბარელიეფების შესრულების ხერხი. შრომატევადობის და სამუშაო შესრულების სიმარტივის პრინციპებიდან გამომდინარე, ამ ყველა ბარელიეფის შესრულება მარტივი იქნებოდა ამოღარვის მეშვეობით. თუმცა აქ საპირისპირო სურათთან გვაქვს საქმე. მცირე ზომის სურათის მისაღებად ფილებს მოხსნილი აქვთ დიდი ფართობის მქონე ზედაპირი. ეს კი შრომატევადობას და შესრულების სირთულეს საკმაოდ ზრდის. გარდა ამისა, მიღებული ფონური ზედაპირი არის კარგად დამუშავებული, გლუვი და სწორი. მას არანაირი სატეხის კვალი არ ეტყობა. განსხვავებით უკვე ზემოთ აღნიშნული წრეში ჩახაზული ჯვრის გამოსახულებისა, რომელიც მიღებულია ერთიანი ფონური ზედაპირის ჩაღრმავებით.
თანაც აშკარად უკვე აგებულ კედელში მყოფ ბლოკზე. ან თუნდაც სვეტზე ამოტვიფრული წარწერა, რომელიც უკვე ნაწილობრივ წაშლილია. აქვე აღსანიშნავია კედლის ორნამენტების და კელიაში ჩაშენებული ქტიტორებიანი ქვაც, სადაც ამოღარვის მეთოდით არის მიღებული გამოსახულება. როგორც აღნიშნეთ, საფლავის ქვებზე გამოსახული ბარელიეფები არ შეესაბამება გარდაცვლილის ქრისტიანულად გაპატიოსნების წესებს. შესაბამისად, ეს საფლავები ან ძალიან ძველია, ან სხვა დანიშნულების მქონე ბარელიეფები მოგვიანებით ქრისტიანებმა გამოიყენეს როგორც საფლავის ქვა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არავის შეუმოწმებია არის კი ამ ქვების ქვეშ სამარხები. თუ ეს სასაფლაოა, გამოდის, რომ ეს შეძლებული ხალხის სასაფლაოა. სხვა დანიშნულების შემთხვევაში კი შესაძლოა ეს ქვები იყოს რაიმე არქიტექტურული ანსამბლის კედლების მოპირკეთების დეტალები, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას შეიცავდა, ანალოგიურად ეგვიპტური ბარელიეფებისა, რომელიც გადმოსცემდა რაიმე ამბავს, თქვათ რომელიმე გადატანილი ბრძოლის შესახებ. სავარაუდოდ ეს ანსამბლი დაინგრა წინა ფილმში აღწერილ ლოდოვანებთან ერთად. მოგვიანებით წარმართულ ეპოქაში აქ ხელმეორედ დასახლებულმა ხალხმა ნაპოვნი ქვები მეორად მასალად გამოიყენეს სხვადასხვა დანიშნულებით. ეს იქნებოდა სალოცავი, საცხოვრებელი სახლი, თუ გინდათ საფლავის ქვები. ეს ყველაფერი კი ერთხელ კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადგილას ოდესღაც საკმაოდ დიდი დასახლებული პუნქტი უნდა ყოფილიყო. შემდეგ ფილმში შემოგთავაზებთ სოფელ თეჯისში არსებულ ტაძრების განხილვას. თუ მოგეწონათ ფილმი, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ არხი.